შეღებილი ფალსიფიცირებული ღვინის გამოსავლენად რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარება შეგიძლიათ. ჩაასხით ღვინოში გლიცერინი, რომელიც აფთიაქში იყიდება და არც ისე ძვირიღირს, თუ გლიცერინი ფსკერზე დაილექა, ამ შემთხვევაში ღვინო არის ხარისხიანი, თუ გლიცერინი სითხეს შეერია და არ წავიდა ფსკერისკენ, ესე იგი საქმე გვაქვს ფალსიფიცირებულ ღვინოსთან. ჩვენ აქ გვაქვს ხარისხიანი ღვინო, შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერიმენტი. ვასხავთ გლიცერინს ღვინოში და რამდენიმე წამი ველოდებით. ნახოთ რა მოხდება ჩვენ შემთხვევაში. ფალსიფიცირებული ღვინის გამოსავლენად ღვინო მოათავსეთ პატარა ბოთლში, დააფარეთ მას ზემოდან თითი და ამ მდგომარეობაში ჩაყავით წყალში. წყალში ჩაყოფის შემდეგ გაუშვით მას თითი და დაელოდეთ რა მოხდება. ნახოთ ჩვენ შემთხვევაში. ნატურალური ღვინის შემთხვევაში ბოთლის ზედაპირიდან მხოლოდ მცირე რაოდენობით ღვინო შეერევა წყალს, როგორც აი ამ ღვინის შემთხვევაში მოხდა. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოთლი გადმოტრიალებულია, მასში არსებული ღვინო არ ისხმევა წყალში და არ ერევა მას. ნახოთ რა მოხდება ფალსიფიცირებული ღვინის შემთხვევაში. ვაკეთებთ იგივე პროცედურას, ვაფარებთ მას თითს, ყოფთ წყალში და შემდეგ უშვებთ ხელს. და ველოდებით. იგივე მოქმედების შემდეგ თქვენ როგორც ხედავთ, ბოთლში არსებული სითხე მთლიანად გადმოდის წყალში უწყვეტად და აფერადებს მას. ასევე შეგვიძლია ღვინოს დავამატოთ სოდა, თუ ღვინომ გაფუჭებული ხორცის სუნი მიიღო, სავარაუდოდ ასეთი ღვინო სანიტარული ნორმების დარღვევითაა მიღებული და ის გაფუჭებულია. ასეთი ღვინის მირთმევისგან თავი აუცილებლად შეიკავეთ. დაბინძურებული ღვინის შემოწმება ასევე შეგვიძლია ბოთლის შენჯღრევით. შევანჯღრიოთ ბოთლი, კარგად. ნებისმიერი ღვინო ქაფდება, თუმცა ქაფი ძალიან სწრაფად გადის. თუ დიდი ხნის განმავლობაში ქაფი ზედაპირზე დარჩა და არ გაქრა, ასეთ შემთხვევაში ღვინო არის დაბინძურებული.